ესეც როგორც ყოველთვის, საბოლოო სახე რა თქმა უნდა იქნება, როცა უკვე გაზიფიცირება შემოვა, არა გვაქვს გაზიფიცირება, ხო? ეს ერთ საუკუნე ველოდებით. ინტერნეტი არა გვაქვს, გაზიფიცირება არა გვაქვს. ელექტროენერგია კიდე კაი რო გვაქვს და ჰაერი. ამასობაში ინტერნეტი მოვა, ინსტალირება განხორციელდება, არსებული ეგრეთწოდებული კონტროლის, ხო, სისტემის დისტანციური კონტროლის გაზიფიცირება, ხო, ამასობაში ერთ საუკუნე გავიდა და ამასობაში უნდა ჩართულიყო, რომ ჩაირთოს სისტემა. ამიტომ ეს დამატებითი ოფციები იქნება. საკვები, ხო, როგორც ჩვევია ხოლმე, ხო, პირველად მეორად იწრე, სამი კონტური გვაქვს, ხო, უკვე აისახა ამასობაში წინსრებით, ხო, პოსტებზე, რა ვიცი, ვინც ადევნებთ თვალს, ამასობაში გაზები უნდა ქონოთ, ხო, რადიატორები, პირველი სართული, მეორე სართული, იატაკის გათბობა. შესაბამისად, ეს თუ გაქვს იატაკის გათბობა, თავისი შემრევით. ცხელიწმის მომზადება, ბოილერი, კი ბატონო, დახმარება ჰელიოს სისტემა. ესეც უკვე შემდეგი ეტაპი იქნება, კი ბატონო, სახურავზე შემოიდება 1+1+1, ჯამში გვაქვს 3. ავიც ასე გვასწავლეს ჩვენ ბავშვობაში, ხო, 1+1+1 არის 3. ავტომატიზაცია, წყლის დარბილება, ინსტალირება, ის ნიშნავს იმას, რომ ბუნკერი პლუს ეგრეთ წოდებული კოლონა და შემდეგ მისი მონტაჟი, ესეც უნდა ვიცოდეთ, თუ არ ვიცით უნდა ვიკითხოთ და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი ნიუანსი არის, ხო? ამასობაში როცა არის საერთოდ გაერთიანება, წყალმარაგება, ხო, ამასობაში ითვლება უკვე ნასოსი, ამასობაში ნასოსის დამონტაჟებასაც კი ბატონო, თანხა ჭირდება, ფილტრაცია, ეს არის მიკრონული ფილტრაცია, მიეწოდება დამარბირებელი, შემდეგ რეზერვაცია და შემდეგ უკვე მონტაჟი აი ამ საერთო სისტემის მოწყობის, ავტომატიზაციით. ამასაც ჭირდება დრო, ისევე როგორც ყველაფერს ჭირდება დრო, ხო? დროის გარეშე, დროის ფაქტორი კიდე ჩვენთან როგორც ყოველთვის უნდა იყოს დაფასებული. ჰელიოს სისტემა კიდე ჯერ ვიზახე, ზოგადად შეწყმული არის ჩვენ სისტემაში ყოველთვის და მის პრიორიტეტი არის ხელისწყლის მომზადება და შემდეგ უკვე იატაკის გათბობის სისტემურად მოხმარება, მაგიტომაც ვაკვირდებით, ხო? წრეში შემოდის ეგრეთ წოდებული მეორადი თბოლცვლელით. ინსტალირება, ხო? ეს არის ყველაფერი დისტანციურად მართვადი, ხო? ელექტროკონტროლით, ვინაიდან შეგვიძლია უკვე მოტორები ვამუშაოთ, ინდივიდუალურად, დისტანციურად. ქვაბის შეცდომაზე გავიდა, ამის მოხსნა შეგვიძლია. სტაბილიზაცია, ქვაბისთვის ეს არის პანაცეა, ამას ყოველთვის ვაკვირდებით და სპილენძის სისტემები, ხო? შემოვიტანენელა ამასობაში, რეალობაში და რატომაც არა, ისე როგორც წყლის ფილტრაცია, ხო? და ამასობაში ბესო, ხო? რეზერვაციის გარეშე, ხო? რეზერვაციის გარეშე კი უნდა გავეკეთებინა. კი იქნებოდა კაი, ამასობაში წყლის გარეშე დავჩებოდით. ეს იქნებოდა ფაქტი, ხო? აი თითით რო გააჩერებ წყალს, იმით რაიანად რომ მოიმსახუროს 5 ვანატვალეს, საინტერესოა, ხო? ამიტომაც ყოველთვის დამკვეთებს გეხებათ ეს საომაროდ რეზერვაცია აქტუალური ის ყოველთვის განსაკუთრებულად დარბილებული წყალი როგორ შედის რეზერვაციაში და რეზერვაცია ეს არის თქვენი დახმარე წარმოიდგინეთ, ხო? დილით ვიგვიძებთ, სამუშაოზე მიდივართ რეგიონებში, ხო? რაიონში, ამასობაში კი ბატონო და თბილისის მომავალთავი დაობანელები, შუაპაყარაკებას ისხეში, ხო? წუწურითო გარდის სოფლი რა მაგარი იქნება. ამასობაში 2 ტონა მაინც, მით უმეტეს როცა გვაქვს ადგილი. ესეც პანაცეა, ხო? პანაცეა. ისე როგორც ხელისწყლის მომზადება, ხო? ამასობაში მიქსირები, ხელისწყალი ყოველთვის ფიქსირებული მოდის, რეცირკულაციის კონტური. ყველაფერი აღვანილი არის, როგორც ყოველთვის კლასიკურად, როგორც ჩვევია, საფართოებელი სისტემური, საფართოებელი ხელისწყლის, უბრალოდ ჰელიოს სისტემის საფართოებელი ხელისწყლის. თავისი დამცავი ეგრეთ წოდებული უკვე ჩამოსვებით, რომელიც უკვე საომაროდ ჩაედება კოლბებში, ხო? ერთიც და მეორე ეს სასახური მქონა არაერჯერ, ხო? რაც წარმოადგენს 20 ლავინახეთ კოლბაში წყალი, ესე იგი დროა მოსახურად საფართოებლებს. აი, ხო, რავი, საუკუნე როცა ველოდები გაზიფიცირებას და ამასობაში მე კიდე ამბიციები გვაქვს იმისა, რომ საკვები უნდა ჩაითოსო, მაგარია, ხო? ამასობაში ვის დანაშაულია ეს ჩემ პატრიცემულება თქვენი, ხო? ამასობაში გაზმოსახური კომპანიასთან შეგეძლოთ ეს ადრესი გაგიარათ, ხო? ამან უნდა ჩართულიყო გაზი და კი ბატონო, ეს ირთვება სისტემა აი ასე, აი, ხო? აი ასე, მაგის იმედი არც გქონდეთ, ხო? არავის პრინციპში და ნუის ელოდებით აი მიმართულებას ვინაიდან არსებული საკვებები მუშაობს აი ასე, ხო? ნახევარი წყაპით, ვინაიდან ამასობაში კიდე არ გაუბივარ და პირიქით როცა გადაკეთების სტატუსით მიდივა, იქაც ამხელა პასუხისმგებლობას ვიღებ, ხო? ვიღაცის, ხო? ნამათქოჯარს ამასობაში ვაკეთებ, გადააკეთებ საკვებაზე და იქ სისტემაში რა ხდება ღმერთმა უცხის. ამას მეგონი უმეტესობა სამწუხაროდ ხო რეალურად ვერ განსაზღვროთ და ამასობაში უნდა განსაზღვროთ, ცოტა რეალობასაც უნდა ჩაუწვდეთ. ამასობაში ხო ასე იქნება თუ ისე იქნება, ხო? კულტურაც უნდა გაგვაჩნდეს. აი ესეთი სახით ტოვებ ხოლმე ჩემს საკვებებს, ვინაიდან ბეჯო იმითქვია, სანამ საკვები არ ჩაითება, ეს ჩემი არის. სისუფთავე ყოველთვის აქტუალური არის და ხო, ღორები არ უნდა ვიყოთ, ხო? ელექტრიკი იქნება ეს. თუ რა ვიცი, ვინც არ უნდა იყოს, თუ მეტალს გააკეთებს ეს თუ მობერკეთებას ის ხო ამასობაში, ხო? აი ამაში არ უნდა დღესავდეთ და რომ ვაყრიდეთ. ის მიმართულებებსაც უნდა და
გონებებსაც უნდა გავაუფრთხილოთ ამასობაში და სისუფთავე სადაც არის, იქ პროფესიონალიზმი ყოველთვის იქნება. ესეც გაიაზრეთ, ჩემო პატრიოტებო დამკვეთებო, რასთან გაქვს საქმე, ვისთან გაქვს საქმე, საქმეს როცა იჭერთ პრინციპში, იქ სადაც პროფესიონალიზმი ყოველთვის გზბარდება ჯანსაღი და ეს უნდა, რავი, ეჯერ და სამუდამოდ პრინციპში, რავი, გამატება მას არ ჭირდება და გაიაზროთ. უბრალოდ გაიაზროთ და მეტი არაფერი. რომ საბოლოო ჟამს იქნება ის, რომელიც აი ესე ვიზახი კიდე, ხო? ერთი ამორთქმით, ერთი ამოქუქვით, სისტემა მუშაობს და რა ვიცი, ხო? გინდათ ირჩევთ, არ გინდათ ზადიდი გაქვთ ყოველთვის და მე ჩვენ ვართ ხოლმე, ხო? როცა მოვალთ ხოლმე და ხარაკის როცა უკეთებ ხოლმე და რა ვიცი, თუ ხარაკის ხართ მიჩვეულები და მოყვარულები, რა ვიცი, ეს თქვენი არჩევანია. ესეთი საკითხი, რა ვიცი, კეთილშობილური. ყველა საქმე ინდივიდუალურია და ყველა ჩემი საქმე მიყვარს. აი, ბედნიერ დადებით ნოტაზე დავამთავრებდი მე.